მაყურებლისთვისაც და ალბათ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ რეჟისორ ნანა ჯანელიძის საქმიანობაში არის გარკვეული სიახლეების 19 საუკუნის ცნობილ და ძალიან საინტერესო ადამიანებს მხატვრულ დოკუმენტური ფილმების გადაღებას აპირებს და აქვე აღნიშნა, რომ მისმა ბოლო დროს გადაღებულმა მხატვრულ დოკუმენტურმა ფილმმა, რომლის სახელწოდება ნეტავ იქ თეატრი არის, რომელიც სამწუხაროდ ჯერ გიორგი დალიკამ ქართული პუბლიკისთვის არ არის ცნობილი და ჯერ არ გვინახავს, თუმცა ალბათ ჯერჯერობით ძალიან ბევრი პრიზი დაიმსახურა სხვადასხვა კინოფესტივალზე და ამ ყველაფრის შესახებ მოგვიყვება ახლა სალომე კელაშვილი. თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა პენსია ისტორია ქვეყნისა, რომელიც რუკაზე გაქრა და ისტორია ოჯახისა, რომელმაც ეს ქვეყანა გადაიტანა. ეს ყველაფერი კი ქართული სიმღერის ფონზე მიმდინარეობს, იმ სიმღერის ფონზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში ქართველები გადაარჩინა და რომელმაც დათაშკა კავსაძე შეიწირა. კავსაძეების ოჯახის ისტორია თეატრის სცენიდან კინოეკრანებზე გადავიდა. ყველა არტისტი მასხარაა. ყველას ცხოვრება გარკვეულწილად საინტერესოა. თავარი არის როგორ მიაწოდებ ამ შენს ცხოვრება იქნება თუნდაც ანეკდოტს რომ მოყვება ერთი კარგად მოყვება და მეორე მოყვება ცუდად. არა და ერთ ეგივეს ლაპარაკობენ. ამაშია მე მგონი ჩვენ ძალიან საინტერესოდ გამოგვივიდა. ესე იგი როგორ ამ შემთხვევაში უფრო მეტია დომინირებს უფრო ვიდრე რა. და ჩვენ ძალიან გვიხარია და ხელოვნებაში პრინციპში არის მნიშვნელოვანი როგორ ვიდრე რა. ნანა ჯანელიძეს ახალი დოკუმენტურ მხატვრული ჟანრის ფილმი ნეტავ იქ თეატრი არის უკვე არაერთი ჯილდოს და პრიზის მფლობელი გახდა. თუმცა ქართულ კინოთეატრებში მსურველები მას ვერ იხილავენ, ყოველი შემთხვევისთვის ჯერჯერობით მაინც. ფილმის ნახვა დახურულ აუდიტორიაში მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ, ისიც ერთი დღით. ეს არ არის სუფთა დოკუმენტური ფილმი, ეს არის ფილმი, რომელშიც ავტორისეული მონაწილეობა ძალიან დიდია. ავტორისეული და მსახიობური მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ეს ყოველთვის გარკვეული სტილისტიკით, გარკვეული პრინციპებით კეთდება. ეს ფილმიც ასეა გაკეთებული. ნანა ჯანელისთვის ეს პირველი არ არის ამ სტილისტიკაში გაკეთებული ფილმი და ეს უკვე საინტერესოა. და საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ეს ჯერ ერთი განსაკუთრებით უფრო თავისუფალი პრინციპია ხელოვნებისადმი და დოკუმენტური ხელოვნებისადმი მიდგომის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ამბობენ, ისტორია ერთი ქვეყნით არ იწყება და არც ერთი ოჯახით მთავრდება. ნანა ჯანელიძის შემდეგი პროექტი მე-19 საუკუნის 10 ყველაზე საინტერესო ქართველს, ნიკოლოზ ბარათაშვილს, ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს და სხვებს შეეხებათ. იმ შემთხვევაში თუ კი ჩანაფიქრი განხორციელდა, რეჟისორი მაყურებელს არც თუ ისე შორეულ საუკუნეს თავიდან არ მოაჩენინებს. ეს ძალიან დიდი პროექტი არის. ეს არის პროექტი მე-19 საუკუნის იმ ადამიანებზე, ვინც ფაქტობრივად შექმნა საქართველოს რაობა და საქართველოს, ასე ვთქვათ, მენტალიტეტი. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს დაფინანსების წყაროა ესეთი დიდი პროექტისა. ნანა ჯანელიძეს ხშირად თენგიზ აბულაძის საყვარელ რძალსაც უწოდებენ. კარიერა ნატვისხის გადაღებებში მონაწილეობით დაიწყო და უამრავი ჯილდოთი გააგრძელა. სამოქალაქო ომის დროს ქართველებს იავნანა აჩვენა. მუსიკოსობა უნდოდა და ამიტომ მის ფილმებში მუსიკაც განსაკუთრებულია. ფილმები კი მრავალფეროვანი, ისეთივე როგორიც ქართული მრავალხმიანობა.